დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. ჩვენ ადამიანზე ვსაუბრობთ და თქვენ ეს ძალიან კარგად იცით, რადგან ადამიანია მთავარი ღირებულება ნებისმიერ საზოგადოებაში. და როდესაც ადამიანზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვაფასებთ მის ფიზიკურ, მენტალურ, სოციალურ კეთილდღეობას, ანუ მის ჯანმრთელობაზე ვზრუნავთ და შესაბამისად ვაფასებთ ყველა იმ პარამეტრს, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას ახასიათებს. მაგალითად, ბევრმა თქვენგანმა ძალიან კარგად იცის ყოველგვარი სამედიცინო განათლების გარეშე, როგორ უნდა შეაფასოს საკუთარი სხეულის ტემპერატურა. მაგალითად, მოწმოს გულის ცემა, პულსით. მაგრამ რამდენად მნიშვნელოვანია არტერიული ჰიპერტენზიის მართვა, მისი თავიდანაცილება და ზოგადად წნევის გაზომვა, ეს მე ვფიქრობ, უკვე ასაკის მიუხედავად ფართო საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია. მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, საქართველოს ევროპის კონტინენტზე არის ერთ-ერთი ლიდერი იმ ქვეყანათა შორის, სადაც არტერიული ჰიპერტენზია არის ძალიან მყარი პრობლემა. სწორედ ამიტომ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყოველ მაისს, მაშინ როდესაც მსოფლიო არტერიული ჰიპერტენზიის ცნობადობას აღნიშნავს, ჩვენ ამ თემაზე საგანგებოდ ვისაუბრებთ. კიდევ უფრო ხაზგასასმელია, რომ ხვალ 17 მაისს მთელი მსოფლიო არტერიული ჰიპერტენზიის ცნობადობის დღეს აღნიშნავს და როდესაც ჩვენ ამა თუ იმ საკითხზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვცდილობთ თემას მიუსადაგოთ რეკომენდაციები. დღევანდელი კვებითი შუქნიშანი სწორედ ამ პრინციპებს გაითვალისწინებს. კვებითი შუქნიშანი ტრადიციული სამფერი რეკომენდაცია წნევასთან დაკავშირებით შეიძლება ძალიან მარტივად წარმოვიდგინოთ. წარმოვიდგინოთ სწორედ იმ ფერების შესაბამისად, რომელიც კვებით შუქნიშანში ისედაც გათვალისწინებული გვაქვს. მაგალითად, ჩვენი ყოველდღიური საუბრებიდან გამომდინარე, ჩვენი მრავალწლიანი ურთიერთობიდან გამომდინარე, თქვენთვისაც ადვილად გასაგებია, რატომ შეიძლება სამფერი შუქნიშანი ასე გამოიყურებოდეს. მაგალითად, გაჩნდეს წითელი ფერი, რომელიც პროცესირებულ პროდუქტებს უკავშირდება. დიახ, ყველა უკიდურესად ტექნოლოგიურად დამუშავებული პროდუქტი ქმნის რისკს თავის შემადგენლობიდან გამომდინარე იმისთვის, რომ არტერიული წნევა გახდეს ხშირ შემთხვევაში მერყევი და მათი სისტემატური მოხმარება შეიძლება გახდეს არტერიული ჰიპერტენზიის წინაპირობაც კი. მაგალითად, როდესაც ყვითელ ფერზე ვსაუბრობთ, ძალიან კარგად გვახსოვს ჩვენი სისტემატური საუბრები მარილთან დაკავშირებით. დიახ, მარილი სწორედ ის სიფრთხილის ზონაა, რომელიც არტერიული ჰიპერტენზიის დროს და ზოგადად არტერიული წნევისათვის ყოველთვის უნდა გვახსოვდეს. და არის მესამე, ძალიან ადვილად გასაგები მწვანე, რომელიც წყალს უკავშირდება და რომელიც გულისხმობს იმას, რომ წყალი უნდა დავლიოთ მაშინ, როცა არ გვწყურია. წყალი უნდა დავლიოთ სისტემატურად. წყალი უნდა დავლიოთ მაშინაც კი, როდესაც დაბალი წნევა გვაქვს და აუცილებლად უნდა დავლიოთ, როდესაც დაბალი წნევა გვაქვს და თქვენ წარმოიდგინეთ, არ უნდა შევშინდეთ, როდესაც მაღალი წნევა გვაქვს და მაშინაც უნდა დავლიოთ წყალი, რადგან კვლევების თანახმად ძალიან ხშირად სწორედ წყლის ნაკლებობა შეიძლება გახდეს, წყლის დეფიციტური მოხმარება შეიძლება გახდეს არტერიული ჰიპერტენზიის, ანუ მაღალი წნევის ხელშემწყობი. თითქოს მარტივია და გასაგებია სამფერი რეკომენდაციები და სამი მთავარი სათქმელი. კიდევ უფრო განვაზოგადოთ, მოდით ეს ყველაფერი და ყველა საკვები პროდუქტი ჩვენს თეფში მოვაქციოთ. და როდესაც ჩვენ თეფშზე ვსაუბრობთ, მე აუცილებლად გაგახსენებთ იმას, რომ ტრადიციული ყოველდღიური რაციონი ისე უნდა გადანაწილდეს, რომ სულ ცოტა ნახევარი ბოსტნეული და ხილი იყოს, მეორე ნახევარი მარცვლეულ ბურღულეული ცილოვან კომპონენტებთან ერთად.
რასაკვირველია, აქ გასათვალისწინებელია რძის ნაწარმიც, გასათვალისწინებელია წყლის და ცხიმის მოხმარებაც და ასე შემდეგ. მაგრამ განა ეს ზოგადი მიდგომები საკმარისია არტერიული ჰიპერტენზიის მართვისთვის. აღმოჩნდა, რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დეტალებია გასათვალისწინებელი და ასეთ შემთხვევაში ჩვენს გადაცემაში გაჩნდა ზუსტად ის პრინციპი, რომელიც არის ჩემს წიგნში, ეს გახლავთ დიეტური მიდგომა არტერიული ჰიპერტენზიის მართვისთვის. ეს არ გახლავთ პირადად ჩემი მიერ შემუშავებული სისტემა, ეს არის საერთაშორისო აღიარებული კვების მოდელი, რომელიც ქართულად ადაპტირებული გახლავთ ჩემ მიერ და გულისხმობს სწორედ იმ პრინციპებს, რომელიც მანამდე მე ჩამოთვალე. რასაკვირველია, განსაკუთრებით ხაზგასასმელი არის აქ საკვები პროდუქტების ყოველდღიური მოხმარება. მაგალითად, თუ თქვენ თვალს შეავლებთ თეფშსაც და შემდეგ მაგიდასაც, რომელსაც გარკვეულწილად თეფშის ფორმა აქვს, აღმოაჩენთ, რომ ორი ძირითადი ჯგუფია აქ პროდუქტების და ერთგვარი გამყოფი ხაზიც კი შეიძლება აღმოვაჩინოთ. მაგალითად, როდესაც მჟავე პროდუქტებს ხედავთ, დამწნილებულ პროდუქტებს, მარილ წყალში მომზადებულ პროდუქტებს. როდესაც ჩვენ ხედავთ მწნილსთან ერთად, მაგალითად, ჩიფსებს, სხვადასხვა ცხიმით დატვირთულ პროდუქტებს, ხედავთ ძეხვს, სოსის და მრავალ სხვა პროდუქტს. ჩვენ აქ ვითვალისწინებთ პროცესირებასთან ერთად მარილის მაღალ შემცველობას, ზოგიერთ პროდუქტში მარილის და შაქრის შემცველობას, ზოგიერთ პროდუქტში მარილის, შაქრის და პროცესირებული ცხიმების ერთდროულ არსებობას და ასეთ შემთხვევაში ეს პროდუქტები სწორედ საყურადღებო შეზღუდვის ზონაში ხდება. მაგრამ მათთან ერთად ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ნებადართული, რეკომენდებული, მიზანშეწონილი პროდუქტებით და ეს ყოველთვის არის დიდი რაოდენობით ბოსტნეული, განსაკუთრებით ფოთლოვანი მცენარეები, ფერადი პროდუქტები, ანტიოქსიდანტებით დატვირთული, იმიტომ რომ ყველა ფერს თავისი შესაბამისი ნივთიერება აქვს. სწორად მოხმარებული მჭლე ხორცი, თევზთან ერთად თხილეული, მარცვლეული, ბურღულეული, სხვადასხვა სახის თესლი. ეს ის კომბინაცია აუცილებლად წყალთან ერთად, რომელიც არტერიული წნევის მართვის საშუალებას გვაძლევს და გვიცავს არტერიული ჰიპერტენზიისგან. ანუ გამოდის, რომ საკვებს შეუძლია არტერიული წნევა მართოს. გამოდის, რომ საკვებს შეუძლია არტერიული წნევის მატება თავიდან აგვაცილოს. და მომატებული არტერიული წნევის პირობებში, ანუ როდესაც უკვე გვაქვს არტერიული ჰიპერტენზია, მედიკამენტებთან ერთად საკვებმაც თავისი წვლილი შეიტანოს ადამიანის მდგომარეობის გაუმჯობესებაში. აქ გასათვალისწინებელია კიდევ ერთი ფაქტორი. როდესაც ჩვენ საუბრობთ განსაკუთრებით ბოსტნეულისა და ხილის მოხმარებაზე, მიაქციეთ ყურადღება ეგრეთ წოდებულ დაშ-თეფშის მოდელს, როდესაც ჩვენ დიეტური მიდგომა არტერიული ჰიპერტენზიის შესაჩერებლად გამოვიყენეთ. აქ ლაპარაკია მაგალითად ბოსტნეულის და ხილის დღეში რამდენჯერმე მოხმარებასთან დაკავშირებით. არა თუ კვირაში რამდენჯერმე. არამედ ნაგულისხმევია, რომ ჩვენ ყოველდღიურად უნდა მოვიხმარდეთ ამ პროდუქტებს და მოვიხმარდეთ დღეში 4-5 ჯერ. გვაქვს ამის შესაძლებლობა, ბევრი თქვენგანს გაეღიმება, ბევრი თქვენგანი გაღიზიანდება კიდეც ამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არის პროფესიონალების მიერ შექმნილი და შემუშავებული სტანდარტი, რომელიც უკეთ მართვაში გვეხმარება არტერიული ჰიპერტენზიისა და ჩვენ ვცდილობთ მივუახლოვდეთ ამ მოდელს. ყოველთვის გამოგვდის, რა თქმა უნდა, არა. მაგრამ ჩვენი ამოცანა სწორედ ეს არის, მივუახლოვდეთ ამ მოდელს და ყოველდღიურად სულ ცოტა 300-400 გრამი ბოსტნეულისა და ხილის მოხმარება შეიძლება იყოს ერთგვარი გასაღები ამ პრობლემის დასაძლევად. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ არტერიული ჰიპერტენზია მთლიანად საკვების სინდისზე არ არის. საკვები ხშირ შემთხვევაში ასრულებს პროფილაქტიკურ დატვირთვას, ანუ კვება გვეხმარება ამის მოწესრიგებაში, კვება და ფიზიკური აქტივობა გვეხმარება ძილის მოწესრიგებასთან, სტრესის მართვასთან ერთად. ავიცილოთ თავიდან არტერიული ჰიპერტენზია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს ორგანიზმში შეიძლება იყოს უამრავი პრობლემა, რომლის დამსახურებითაც ჩვენ გვქონდეს არტერიული წნევის მერყეობა. ერთ-ერთი ასეთი ბრალდებული შეიძლება აღმოჩნდეს ნაღლის ბუშტი. ნაღლის ბუშტის დაავადებების თავიდან ასაცილებლად არ დაგავიწყდეთ, რომ ნაღლის ბუშტი უფრო ხშირად აწუხებთ ქალებს და ამას განაპირობებს ჰორმონალური თავისებურება, ორსულობა და მშობიარობა, სუნთქვის ტიპი. ქალები სუნთქავენ მკერდით, მამაკაცები კი მუცლით. ნაღლის ბუშტის დაავადებების რისკს ზრდის ჭარბი წონა და სიმსუქნე, კვების რაციონის, რეჟიმის და ჯერადობის დარღვევა.
ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი, მავნე ჩვევები, თამბაქოსა და ალკოჰოლის სისტემატური მოხმარება, საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა დაავადებები, ინფექციები. გაღიზიანებული ნაღლის ბუშტის დასაზოგად აუცილებელია სულ ცოტა 4-5 ჯერად იკვება მცირე ულუფებით. ცხიმის რაოდენობის კონტროლი, შემწვარი პროდუქტების შეზღუდვა, ცხიმის გამოყენება მზაკერძში, ანუ თერმული დამუშავების გარეშე, ახალგამომწყვარი ცომეულის, ტკბილეულის და საკმას სანელებლების შეზღუდვა, მაგარი ჩაის, ყავის და სხვა მატონიზირებელი პროდუქტების სიფრთხილით გამოყენება. სიცოცხლის გახანგრძლივება და არაგადამდებ დაავადებათა თავიდან აცილება შესაძლებელია სწორი კვებით, რეგულარული ფიზიკური აქტივობით, თამბაქოზე უარის თქმით, აირჩიე ჯანსაღი ცხოვრების წესი პირადი ექიმის რჩევით. როდესაც კვებაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ყოველთვის გულისხმობთ ქუჩას ორმხრივი მოძრაობით. რას ნიშნავს ეს? კვებას შეუძლია უამრავი პრობლემა აგვაცილოს თავიდან, ისევე როგორც კვების დამსახურებით ჩვენ შეიძლება უამრავი პრობლემა შევიძინოთ, ან გაღრმავდეს ორგანიზმში ამა თუ იმ დაავადების ან პრობლემის არსებობა. მაგრამ როდესაც ჩვენ საუბრობთ მეორე მხარეზე, ქუჩაზე მოძრაობისა, ჩვენ გულისხმობთ იმას, რომ ნებისმიერ დიაგნოზს შეუძლია შეცვალოს ჩვენი კვების მოდელი. გახსოვთ, ჩვენ სამ გასაღებზე ვსაუბრობთ ხოლმე და ეს სამი გასაღები არის კითხვებზე პასუხი, როდის მივირთმევთ, რამდენს მივირთმევთ და რას მივირთმევთ. ანუ მარტივად თუ ვიტყვით, როგორია ჩვენი კვების რეჟიმი, როგორია ჩვენი საკვები ულუფა და როგორია ჩვენი კვების რაციონი. ნებისმიერ დიაგნოზს შეუძლია ამ ფაქტორებზე გავლენა იქონიოს და შესაბამისად დაავადებას ან სამედიცინო პრობლემას ნამდვილად შეუძლია შეცვალოს ჩვენი კვება. მოდით გავიხსენოთ, რამდენს უნახავს ოჯახის წევრი, როგორ თუ მდგომარეობაშია მაგალითად არტერიული ჰიპერტენზიის მაღალი მაჩვენებლების ფონზე კრიზი რომ ჰქვია. შეიძლება გული ერევოდეს, შეიძლება ღებინება ქონდეს, ადამიანი ვერც საკვებს და ვერც წყალს ვერ იღებდეს. ასეთი მდგომარეობა, რა თქმა უნდა, არის მწვავე, მოკლე დროში განვითარებული. მაგრამ წარმოიდგინეთ, როდესაც არტერიული ჰიპერტენზიის ხშირ შემთხვევაში არასათანადოდ ნამკურნალები არტერიული ჰიპერტენზიის ფონზე განვითარდება მაგალითად ისეთი მდგომარეობა, რომელსაც ქვია ინსულტი. ასეთ დროს ცხოვრების ხარისხი მკვეთრად იცვლება და იცვლება არა მხოლოდ პაციენტის, არამედ მისი ოჯახის წევრების ცხოვრების ხარისხიც და ზოგადად იცვლება ცხოვრების წესი. როგორ ვიქცევით ჩვენ განსაკუთრებული ზრუნვის გამოსახატად, ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ აქტივობა ადამიანს, რომელსაც აქვს მაგალითად ინსულტი ან მაღალი არტერიული წნევის ფონზე განვითარებული ესა თუ ის პრობლემა. და ხშირ შემთხვევაში ჩვენი მზრუნველობით მას კიდევ უფრო ვუზღუდავთ დამოუკიდებლობას. არადა კვლევების თანახმად სწორედ დამოუკიდებლობა განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად აღდგება ამ ადამიანის ცხოვრების ხარისხი და რამდენად შეძლებს ეს ადამიანი დამოუკიდებლობის შენარჩუნებას თვითმომსახურებაში. თვითმომსახურება არის, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ჰიგიენური პროცედურა, მაგრამ თვითმომსახურებაა, როდესაც მე შემიძლია შევიძინო პროდუქტი, როდესაც მე შემიძლია მოვამზადო პროდუქტი, დავამუშავო და მე თვითონ ვიკვებო. შემდეგ დავამუშავო უკვე ჭურჭელი და ასე შემდეგ. თვითმომსახურების ნაწილია მართალია ეს, მაგრამ უმნიშვნელოვანესი ნაწილი კვებით გამოხატული, რომელიც ადამიანის დამოუკიდებლობას განსაზღვრავს. რატომ? ადამიანის ღეჭვის და ყლაპვის უნარის შენარჩუნება განსაზღვრავს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ისეთი ფაქტორების ურთიერთკავშირი, როგორიც გახლავთ მეტყველება და კვება. თქვენ შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ საკმაოდ დისტანცირებულია ეს ორი მოვლენა, სად ჩვენი აზრების სიტყვებით გამოხატვა და სად საჭმელის გადაყლაპვა. და ასეთ შემთხვევაში მე მინდა გაგახსენოთ, რომ ჩვენი ორგანიზმი არ განიხილავს განყენებულ პრობლემებს და იმდენად მჭიდროა ანატომიური კავშირი სხვადასხვა სისტემას შორის და იმდენად მჭიდროა კავშირი სხვადასხვა ფუნქციას შორის, რომ დიახ, მეტყველების ვარჯიშები, მეტყველების თერაპია შეიძლება გახდეს საუკეთესო გასაღები იმ პრობლემის ჯადოსნური კარის გასაღებად, რომელიც კვებას უკავშირდება და პირიქით. ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა დამხმარე საშუალება. დამხმარე საშუალება, რომელიც ადამიანს დამოუკიდებლად კვებაში ეხმარება.
ინსულტის გადატანა არ ნიშნავს ადამიანის სრულ უნარობას საკმაოდ მაღალ პროცენტში და ასეთ შემთხვევაში ჩვენ კვება ისეთივე სრულფასოვან რეაბილიტაციურ ინსტრუმენტად უნდა განვიხილოთ, როგორც ნებისმიერ ვარჯიშს განვიხილავდით. დიახ, ის რომ ადამიანს ხელში უჭირავს ჭურჭელი, ის რომ ადამიანი საგანგებო სამარჯვებით, მაგალითად ცდილობს დამოუკიდებლად, სხვის ჩაურევლად მიიღოს პროდუქტი, როდესაც ადამიანი ცდილობს დამოუკიდებლად მიირთვას კერძი, თუნდაც სხვისი მომზადებული. ეს ზრდის მის თვითშეფასებას, ეს ზრდის მის мотивაციას და მიაქციეთ ყურადღება ძალიან ხშირად ადამიანთა გარკვეული ნაწილი იმისათვის, რომ სხვების თანდასწრებით არ იკვებებოდეს, განსაკუთრებით ინსულტის შემდეგ, თუ მას აქვს გარკვეული შეზღუდვები მოძრაობასთან დაკავშირებით, სახის კუნთების მდგომარეობასთან დაკავშირებით, ცდილობს საჯაროდ არ იკვებოს თუნდაც ოჯახის წევრების თანდასწრებით, ან საერთოდ შეზღუდოს კონკრეტული პროდუქტების მირთმევა. არის თუ არა ეს სახიფათო? დიახ, ეს უდავოდ არის სახიფათო, თუნდაც იმიტომ, რომ ადამიანი უნებურად ზღუდავს კვებას დროში, ულუფაში, რაციონში, რაც თავის მხრივ შედეგად მოიტანს იმას, რომ ადამიანის ორგანიზმს დააკლდება საკვებთან ასოცირებული ენერგია და დააკლდება ის საკვები ნივთიერებები, რომელიც აუცილებელია არა უბრალოდ სიცოცხლისთვის და არსებობისთვის, არამედ პრობლემების უკეთ მართვისთვის, ადამიანის უკეთესი რეაბილიტაციისათვის და დაზიანებული უბნების უკეთ აღდგენისთვის, სასიცოცხლო რესურსების მაქსიმალურად ხანგრძლივად გამოყენებისთვის. ეს იყო ის მთავარი კავშირი, რომელიც დღეს მე ვეცადე მოკლედ გამეხსენებინა თქვენთვის. დიახ, საკვები პროდუქტების სწორი შერჩევა და ეგრეთ წოდებული დიეტური მიდგომა არტერიული ჰიპერტენზიის შესაჩერებლად გვეხმარება იმაში, რომ არტერიული წნევა უკეთ მართოთ ზოგადად. გვეხმარება იმაში, რომ არტერიული ჰიპერტენზია ავიცილოთ თავიდან და თუ ასეთი რამ არის ჩვენს ცხოვრებაში, მაშინ მაქსიმალურად დავიცვათ თავი არტერიული ჰიპერტენზიის უსიამოვნო საჩუქრებისაგან. მაგრამ თუ არტერიული ჰიპერტენზიის დამსახურებით დაზარალდა ესა თუ ის სისტემა, მაგალითად გვაქვს ისეთი მდგომარეობა, რომელიც დღეს მე ვახსენე ინსულტის სახით, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ადამიანის ცხოვრების ხარისხის შენარჩუნების წინაპირობად კვება, რომელიც ადამიანის დამოუკიდებლობას განსაზღვრავს, კვება, რომელიც ადამიანის თვითშეფასებას ზრდის, აღარაფერს ვამბობ სრულფასოვანმა კვებამ, ამ დროს რატომ შეიძლება უზრუნველყოს ორგანიზმი უკეთესი რეაბილიტაციისთვის, რატომ შეიძლება სწორედ საკვები აღმოჩნდეს ის შემავსებელი, რომელიც არა მხოლოდ საკვები ნივთიერებებით და ენერგიით, არამედ კარგი გუნებგანწყობით და მაღალი თვითშეფასებით, ოპტიმიზმით, мотивაციით აავსებს ადამიანს. და ასეთ შემთხვევაში დამოუკიდებელი კვება შეიძლება სწორედ ის მთავარი мотиваტორი აღმოჩნდეს, რომელიც შემდეგი ნაბიჯების გადატკმაში დაეხმარება ადამიანს. ეს იყო დღევანდელი ჩვენი რეკომენდაციები, მე გემშვიდობებით ტრადიციულად ჯანმრთელობას და ღირსებას გისურვებთ.